მოკლედ გამაჩერეს ავსტრიის ყველაზე საშინელ კონტროლზე, რაც კი შეიძლება მწყოს დაესიზმროს და მანქანას დაესივლენ, არ ვიცი, აქეთ ერთი პოლიციელია, ჩანს თუ არა სარკეში არ ვიცი ზუსტად. რაღაცას აკვირდებიან, ეხლა მე ვერ ჩავდივარ მანქანიდან. ჩუმად ვიღებ ვიდეოს. საკეთ მეორე პოლიციელია და რას უყურებენ? საბურავს თუ სხვა რამეს ვერ გავიგებ. Okay, how much kilometers tractor? 247. 400. Sorry? 200. Yes. 247,000. Okay. Can I go? No. Please prepare me your documents. Which document? The card. CNR, tractor, trailer, license, driver license, passport. Okay. 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 Graf, okay? Sorry? Graf is okay? Yeah. Kevin! Hast du einen Leatherman? So, what's the problem here? What problem? I don't know. მოკლედ, ძალიან ბევრი დარღვევა მაქვს რა. დაახლოებით 9 საათია აქ ვარ. კიდე ამოწმებენ, ჯერ არ გამიშვებენ ესენი და რას ფიქრობთ აბა? რამდენს დამიწერენ ჯარიმას? გაითვალისწინეთ, რომ ავსტრიაში ვარ. აი დგანან. ეხლა და წარმომადგენელი მოვა პოლიცია, ჩემ მანქანას შეიყვანს აქ წინ შესამოწმებელი პუნქტი აქვს და შეამოწმებენ მუხრუჭებზე, რამე ხო არ ჟურნალს და ასე შემდეგ რა. მანქანაში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ ახალია და ეხა არაფერი ისეთი არ ექნება, მაგრამ აი მე მაქვს ტახოზე დარღვევები რა, 1-4 დარღვევა მაქვს თან ძალიან მაგარი და ნახოთ აბა რას დამიწერენ. საბუთებს ვეძებ ამის და შევეციორებ. Отправите меня, пожалуйста, это документы. Меня нету в машине. Лизинг документ. Хорошо. გუშინ ვიყავი კომპანიაში, ერთი წუთი გადამიცდა და დარღვევა გაქვს ტახოგრაფსეო. ერთი წუთი ვიმუშავე მეტი. და ჩეკი არ მომიმხივა. როგორც თქვი, აქ ვიდეოს გადაღება არ შეიძლება, თუმცა ვცდილობ, რომ ჩუმად გადავიღო. ამ ვიდეოსაც არ ვიცი უნდა დებდე თუ არა, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ ჩემი ეს გამოცდილება, მოგიყვეთ რა მოხდა, რას უნდა ერიდოთ ავსტრიაში, შეიძლება გამოგადგეთ ეს ვიდეო, ვისაც აქეთ გავლაგიწევთ. როგორც ხედავთ, თითქმის ყველაფერს ამოწმებენ. მოდი აქვე განვიხილოთ თუ რატომ არის ავსტრიაში ასეთი მკაცრი კონტროლი. დავიწყოთ იქიდან, რომ ავსტრიელები თითქმის გერმანელები არიან. გამორჩეულები თავისი დისციპლინით და კანონმორჩილები. კანონის სიმკაცრე ასევე გამოწვეულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით. მასზე გადის ერთ-ერთი მთავარი გზა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აკავშირებს. მოგეხსენებათ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ბევრად განვითარებულია და გამოირჩევა ცხოვრების მაღალი დონით. აღმოსავლეთში კი შედარებით კორუმპირებული ქვეყნებია, როგორიცაა სლოვაკეთი, სერბეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ. მათი სატრანსპორტო სტანდარტებიც შესაბამისად შედარებით დაბალია. ანუ რაც გულისხმობ, აღმოსავლეთ ევროპაში უფრო მეტი გაუმართავი ავტომობილი დადის, ვიდრე დასავლეთ. და ავსტრია სწორედ ამ გაუმართავი ავტომობილების ძირითადად კი მძიმე სატვირთოების კონტროლს ცდილობს, რათა არ მოხდეს მათი გადინება დასავლეთ ევროპაში. ძირითადი აქცენტი უსაფრთხოებაზე და გარემოს დაცვაზეა. თან ამაში, რა თქმა უნდა, ავსტრია ნახულობს სარგებელს, გულისხმობ ჯარიმების სახით ბიუჯეტის შევსებას. ტახოგრაფის მეშინია ძალიან, იმიტომ რომ როგორც თქვი, ძალიან დიდი დარღვევები მაქვს რა. დარღვევიდან 56 დღე თუ არის გასული, მაგ შემთხვევაში არ გიწერენ ჯარიმას, მაგრამ 56 დღე არ არის, რაც დარღვევა მაქვს გასული რა. ვაფშე 56 დღე არის, რაც მუშაობა დავიწყე იმის მერე, ხო? ესე იგი, წაღებული აქვს ჩემი კომპანიის ლიცენზია, ჩემი წითელი საბუთი, შრომითი ხელშეკრულება
პასპორტი, ჩემი ID კარდი. კიდე წაიღეს მანქანის ქირაობის ხელშეკრულება და აი ვაფშე ყველა საბუთი რა, თუ კი რამე შეიძლება რომ პოლიციამ შეგიმოწმოს, ვაფშე ყველაფერი წაიღეს. ტახოს გარდა ჯარიმებიც კი მაქვს ისე გადასახდელი აქვს ტრიაში, რადარების და მაგაზე რა იქნება არ ვიცი. Police, that's for control is for 5 euro. For what? Your braking disc Braking disc? is broken. Which one? Can you show me? First axis, left, right side. აქ როგორც აღმოჩნდა, მანქანას სუპორტი დისკები ჰქონდა დაბზარული და ეს საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ პოლიციას უკვე ადგილიდან აღარ გავეშვი. და ასეც მოიქცნენ. მოკლედ გადამიყვანეს პოლიციის სპეციალურ ავტოსადგომზე, სადაც უკვე ტვირთი ჩამომართეს, თუმცა ეს ამ მომენტში ჯერ არ ვიცი. Okay, catastrophe. სეგი. დისკი გაქო გატეხილიო, უპორნი დისკს აქვს, ცოტა ბზარი რა, ნუ მაგაზე კი უნდა დაეწერა ჯარი. მოკლედ მომივიდა ჯარიმა აგერ. დამიწერეს ყველაფერი გოხდათ. ესე იგი თლიანობაში დამიწერეს 1270 მეცა დისპეჩერი მირეკავს თუ ვინ არის. Hallo? 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 Halo, słyszysz mi się? No tak. Powiedz mi, to te tarcze, co tam skinąłeś fotko, to jest przednie na skani, tak? Przednie, tak, na skani. Przednie, o kurwa, dobra. Przednie i kolosy na naczepie, tak? Tak, na naczepie jeden tylko. Jeden, czyli jedną oś trzeba nową wsadzić, dobra. Bo tu organizuję i pewnie jutro tam mechanik przyjedzie. Aha, no dzisiaj mam poczekać tutaj? Wiesz co, nie wiem, czy możesz tutaj, czy gdzieś nie na firmę cię przestawią z tego, co Marek mówił, tak więc zobaczymy co i jak. No Jak to... możesz tam stać, to będziesz tam stał, ale Marek mi coś mówił, że policja wskazała mu, że pojedziesz na jakiś parking, wiesz? Aha, no to idę i zapytam jeszcze raz, czy mogę tutaj Na stanąć. razie czekaj, na razie poczekaj, bo ustala tam jeszcze Marek, tak więc spokojno. Aha, dobra. No, dobra. Dziękuję, na razie. მოკლედ ახლა დამირეკა მექანიკმა რა. ეხლა გეგმავთო რომ მანქანა გამოგიგზავნოთო. ჩვენიო რა, რომ შემიცვალონ ეს ბორბლები მოხსნან, წაიღონ და ნუ ეს სიარული მანქანით მოკლედ არ შეიძლება რა. ან ჩემი კომპანია დაუძახებს სერვისს და ისინი მოვლენ ხვალ ჩამოვლენ და ან მეორე ვარიანტია რომ აქვე გამიშვებენ სადმე სერვისზე. გამიშვებენ არა, უпростоრად გამოიძახებენ. სერვისი მოვა, ამ ყველაფერს დააშლის, ააწყობს და ან შეიძლება მანქანა წაიყვანონ იმით, ევაკუატორით. ნუ არ ვიცი რა, ჯერ გეგმავენ იტოქში, მაგრამ ეგ არ მაინტერესებს. მაინტერესებს ახლა ეს ჯარიმა. 1270 ევრო. აუ თავი ამტკივდა. ნუ მოკლედ ძალიან ბევრია, მაგრამ ნაკლებსაც არ მოველოდი რა. ესე იგი აქეთ რაც წერია, ეს არის მანქანის დარღვევები და აქეთ რაც წერია მძღოლის. ანუ ჩემი დარღვევა არის რომ უკან ტიაგაჟზე მაშუქები კარგად არ მუშაობს, კი ანთებს, მაგრამ პატარა ნათურებია დარჩენილი რა, დიდები დამწვარი. მაგაზე ჯარიმა ყოფილა. მე ვიცოდი რომ თავარი ანთებდეს თქო რა. მე შეგახედებთ როგორც არის. და ეს არის 610 ევრო არის ტახოგრაფის დარღვევები. ტახოგრაფის დარღვევები 610 ევრო. ეს 230 ევროა ტექნიკური, ეს შუქები რო არ შევამოწმე. არა და ვიცოდი, მაგრამ ვიფიქრე რომ მეთქი რა ხან ანთებს ეს პატარა ნათურები საკმარისია თქო რა. და 430 ევრო არის მანქანის პრობლემები, ეს სამუხრუჭე ხუნდის დისკი რო არის გატეხილი და კიდე საბურავი არის ერთი შესაძლებელი რა. 2 მმ-ზე დაბალი აქვს პროტექტორი. ეხლა მივდივარ რომ გადავიხადო ჯარიმა. Yeah, currently, yeah. How many kilometers will be?
მოკლედ ეს კაცი არის გამცილებელი ოპერატორი და ამ მომენტში ხდება ის, რომ ამ კაცმა უნდა გამაცილოს სპეციალურ პოლიციის ავტოსადგომზე, სადაც ჩამომერთმევა ტვირთის საბუთები და არ დამიბრუნებენ, სანამ ჩემი კომპანია ჩემ მანქანას არ გამოუსწორებს ხარვეზს. ნუ საშინელებაა, მაგრამ ამაზე დავთანხმდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა. თითქმის მომაცილა პოლიციის ავტოსადგომზე ამ პილოტმა, სადაც უკვე დავტოვ ჩემ თრეილერს თავის ტვირთიანად. შემდეგ გავიყვან ეგრეთ წოდებული ტიაგაჩს, ტრაქს უკვე გვერდითა პარკინგზე გავაჩერებ, სადაც დაველოდები ჩემი კომპანიის მიერ გამოგზავნილ ეკიპაჟს. ისინი კი დააყენებენ იმ ახალ ნაწილებს, რომელიც მანქანას ჰქონდა დაზიანებული. დღე მეორე გაგვითენდა უკვე დილა, მოვიდა ჩვენი მექანიკების ეკიპაჟი, მოიტანეს ახალი ნაწილები, რაც იყო დაზიანებული და ეხლა ცდილობენ რომ შეცვალონ. მარჯვენა სუპორტი უკვე მოიხსნა და შევხედოთ კარგად. როგორც ხედავთ, ბზარი აქვს საკმაოდ დიდი. 2-3 ბზარი აქვს. მუშაობენ ბიჭები. აი ეს შემდეგი მეორე მარცხენა სუპორტი, რომელიც ასევე დახეთქილია და ძალიან სახიფათოდ გამოიყურება სხვათა შორის. ზოგი ჭირი მარგებელიაო, კიდევ კარგი გამაჩერეს. ეს ჩვენი კალოდკები, ხუნდები ასევე დახეთქილია. მაღალი ტემპერატურის გამო არის ეს პრობლემა გამოწვეული. შეხედე რამდენი აქეთ შეცვლილი, ესე იგი. ბიჭო. აი ესენი არის ჩემსავით დაზიანებული სხვა მანქანის მოხსნილი აპორნი დისკები. შეხედე ზოგის ცისქე რამხელაა. აი თითქმის ეს ახალია. ეხლა ამას ახალს აქვს 900.000 ლიმიტი. და ჩემ მანქანას აქვს გავლილი 200.000. და ესენიც ესეა რა. ეს იმის ბრალია, რომ როცა რეტარდერს არ ხმარობს მძღოლი და ხშირად ტორმუს ხმარობს, უნდა რომ ხურდება. რო სიცივეში დგების კდება რა. მოკლედ ახლა შევალ და ვეტყვი რომ გავაკეთეთ მანქანა. გამოვლენ და შეამოწმებენ ალბათ ვიზუალურად და მე შევძლებ რომ ავიღოთ ჩემი მისაბმელი და საბუთები. Hello? Hello. We repaired the car and it's ready. Which company? Kokos. Yes, we told my boss, and now I have to wait and then he will check and then you can Okay. go when it's... Can I wait in the parking? Yes, you can wait there. Okay, thank you. Thank you. დაველოდები ახლა და შეამოწმებენ. უკან მაქვს ფარი გატეხილი რა, სტოპი პატარაც და ახლა იმედია მაგის შეცვლას არ მომთხოვენ. ანეკ სტოპი ჩემი გატეხილია და ნამტრევები მიყრია მანქანაში და ვერა და ვერ დავაწებე რა, რომ გაკეთებული ყოფილიყო. აქ შეიყვანე მეტყობა და აქ შეამოწმებენ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, ერთი სიტყვით გავაკეთეთ მანქანა და დაგვიბრუნეს ჩვენი ტვირთიც და საბუთებიც. გამოიწერეთ მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას.